საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. Quants არის? ეს როგორი კოკოი? ხიარული, აი. სულ ესეთ განწყობაზე მოდის, რაც არ უნდა ხდებოდეს, სიცილაკ რაღაცაუწერ ვერ გავიმეორებ ვერანაირად. გაიცინებს და თავის გაცინება რო არ მოეწონება ენას ხოლმე. ასალკეში იყურება ან ტელეფონი უჭერავს და სურათებს იღებს. მირანეით მქონი ეს თემა. Quants ზალვაკერია სცენაზე გვეჭხუბება სულ. ბრაზდება და რაღაც გამოხატავს ამ თავის რაღაც აგრესიას. ეს ფრეშია სულ. Quants ჯაფარიძე? ჩავიდამზე წაიღო სინათლე დასხივი ოცნების ნეტა ახლა რას ფიქრობ შენ რადომღაც მიდიხარ რადომღაც გშორდები Don't got sure the Santraleva se chuma chavita Kami spinti Tavarausks Da ukve verapers David steptavitan David steptavitan
გვანცა ჯაფარიძე. გვანცამ ბატონი მერაბ სეფაშვილის რეპერტუარიდან შეასრულა ეს სიმღერა და ძალიან დიდი მადლობა ბატონო მერაბ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ კი დავიწყოთ შეფასება. იცი და სანამ შეფასებას დავიწყებ, გვანც არ შემიძლია არ გავიხსენო წინა კონკურსზე, წინა ორშაბათს ჩვენმა ჟიურიმ აღნიშნა გვანცაზე, რომ ყველაზე პროგრესირებადი მომღერალიაო და მე მაინტერესებს, ისევ ასე ფიქრობს ჟიური, იგივე აზრზეა ბატონო ზაზა. მე მგონი ეჯგარეშია, რომ ბოლო 2 ტურის მანძილზე გვანცა პროგრესირებს სერიოზულად. დღევანდელი შესრულება არაფრით არ დღევანდელი შესრულება არაფრით არ ჩამოუვარდებოდა სტივი ვანდერის Moon Blues. მე თვითონ პირადად მერაბისგან ვიცი, რომ ეს სიმღერა არის ძალიან რთული შესასრულებლად, არაერთხელ გვისაუბრი ამაზე და ძალიან მიხარია, რომ აიქაც შენი ვერსია იმღერე. ეს იყო განსხვავებული ყველანაირად არანჟირებით, ვოკალით, ყველაფრით და ამისთვის დიდი მადლობა და შენ აი ძალიან შესანიშნავად და ბუნებრივად აკონტროლებდი, მე ვიტყოდი შენ ხმას, ისე ბუნებრივად აი როგორც თქვა ზღვის ტალღები მოძრაობენ ხოლმე კარგ ამინში და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი არის ერთი რამე იცოდე, შენი შრომის შედეგი, რომ ეს შენ ესეთი პასუხისგებლობით უდგები თითოეულ შენს გამოსვლას. შეიძლება რაღაცა ბარიერები გქონდეს, რაღაც პრობლემები, მაგრამ ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის მოიგებ ესეთი მიდგომები და ერთი რამ მინდა გითხრა ბოლოს. მე თავიდან ვეჭვობდი, მსურდა თუ არა შენი ხილვა ფინალში და მე მგონი მე ვსდებოდი. ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ხარ ფინალში მოხვედრის. მე ესე მადლობა ბატონ ზაზა ნინი. ძალიან მომეწონა ამ სიმღერის ჯაზური ვერსია, ალბათ შენი იდეაა, ხო ირაკ? ბენს დიდი მადლობა, ძალიან მოუხდა. ნუ რაც შეეხება სიმღერას, ნამდვილად რთული შესასრულებელია. გვანცა ყოველთვის ხარ ინდივიდუალური, ყოველთვის გვანახებ ის შენს ბუნებას, ანუ შენ რაც გავშიგნიდან და აი ამ სიმღერითაც დაგვანახე შენ ის რაც ხარ. მომეწონა, ძალიან კარგად შეასრულე და თან კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იყო, როდესაც ბატონი მერაბი გვიზის აქ. დიდი მადლობა ამ შესრულებისთვის, გილოცავ. მადლობა ჟიურის, მე კი მიმართა მაყურებელს. თუ თქვენ ეთანხმებით ჟიურის და მოგწონთ გვანცას გამოსვლები, ნუ დატოვებთ მას სხვის იმედზე. ხოლო თქვენ წყვეთ იხილავთ თუ არა მას შემდეგ კონცერტზე. ორშაბათს აქ ამ სცენაზე აიღეთ ტელეფონები და დაურეკეთ გვანცას ნომერზე 0937010. აი ასე და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორს და მეგობარ კომპანია Beeline. მან მოგცა იმის საშუალება, რომ საქართველოს ვარსკვლავი აირჩიოს სრულიად საქართველო. გავაცილოთ გვანცა ჯაფარიძე.